გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებენ. ჩვენ ახლა კონსტანტინე გამსახურდიას ჩავთავთ პირდაპირ ეთერში და მასთან გავარკვევთ კონკრეტულად რა პრეტენზიები არსებობს. ჩემთვის ცნობილია რა პრეტენზიებზეა საუბარი, მაგრამ მაყურებელს რომ მოუყვეთ. ბატონ კონსტანტინე, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. იქნებ გითხრათ რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა დღეს მთავარ პროკურატურასთან. მე მინდა უპირველეს ყოვლისა მოგესალმოთ, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის საქმის ეფექტურად გამოძიება, რომელიც სამწუხაროდ არ ხდება. უკვე 25 წელიწადი იწურება ამბიდან გულისხმობა 1993 წლის მიწურულს მომხდარი ამბიდან და ფაქტიკურად სულ რაღაცა ორ კვირაში შესაძლებელია საქმე დაიხუროს იმის გამო, რომ არ ჩატარდა ის ეფექტური ქმედებები, საგამოძიებო ქმედებების გულისხმობ, რომლებიც გამოავლენდა მკვლელს, გასცემდა პასუხებს ყველა კითხვებს. არადა მათ მე ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც დავასრულე მუშაობა საპარლამენტო კომისიაში და დავდეთ დასკვნა, გადავეცი სია დამატებითი 58 ადამიანისა და მათ შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს დაიბარეს, უკანასკნელ თვეებზეა ლაპარაკი, მაგრამ როგორ არის იცით, მთავარი პროკურატურა უცნაურია, თითქოს ერიდება, რაღაცა მორიდებულად იქცევა, არ სურს რომ ეჭქვეშ დააყენოს ამ ადამიანის გულისხმობ იმ მაღალჩინოსანს, უშიშროების მაღალჩინოსანს, საბჭოთა კგბ-ს დროინდელ მაღალჩინოსანს, რომელიც იყო ჩართული გამსახურდიას დევნასა და მკვლელობაში და როგორ არის იცით, რომ ისინი საერთოდ ფიქრობენ, რომ ეჭქვეშ არც დააყენონ მისი გამონათქვამი და ახლა ვინ იქნება, რომელიც ყოფილი აღიარებს ასეთ რამეს, არა? წარმოუდგენელია ეს ასეთი რამე. ბატონ კონსტანტინე, რა ინფორმაცია გაქვთ, რომ ორ კვირაში საქმე დაიხურება, თუ უბრალოდ ფიქრობთ, რომ ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ იარსებებს? კანონი იცით რა არის კანონი, ორგანული კანონი გულისხმობს ამას, რომ 25 წლის განმავლობაში თუ კი მიმდინარეობს გამოძიება და არავის არ წაეყენება ბრალი, ამ შემთხვევაში საქმე დაიხურება, ეს ასე მოხდება. ბატონ კონსტანტინე, ჩვენთვის ცნობილია, რომ პროკურატურა სურს თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ ეხლა პროკურატურის პრესსამსახური და როგორც გვაცნობეს, საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელობას აქვს თხოვნა, რომ თქვენთან კომუნიკაცია ჰქონდეთ და ამის შემდეგ პროკურატურა განცხადებას გაავრცელებს. იყო მცდელობა, რომ შენობაში მიეწვიეთ ან საუბარი შემდგარიყო თქვენთან? დიახ, იყო ამის მცდელობა და ჩვენ შევალთ ძალიან მალე მათთან სასაუბროდ. გასაგებია, მოკლედ ფიქრობთ, რომ პროკურატურას მზაობა რომ ჰქონდეს, ეს საქმე წაიწევს წინ. 25 წლის დაგროვილ კითხვაზე შეიძლება რაღაცა პროკურატურას უნდა ჰქონდეს, დიახ, უნდა ჰქონდეს მზაობა, პროკურატურამ უნდა აწარმოოს ეფექტური გამოძიება. მათ უნდა გამოკვეთონ ფიგურანტი და რაც მთავარია, მათ უნდა გააქარწყლონ ის ეჭვი, რომ სწორედ პოლიტიკა არის დაინტერესებული არ მოხდეს ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება და სწორედ პოლიტიკა არის დაინტერესებული, რათა დაფაროს ის ადამიანები, ვინც რეალურად ჩაედინეს ეს შემზარავი დანაშაული 1993 წლის მიწურულს. ადამიანები, რომლებიც ამინს ქმნიან დღევანდელ საქართველოში, მე გულისხმობ პოლიტიკურ ამინს, ხადია. გასაგებია, მოკლედ მე როგორც ხვდები, თქვენ შეხვედრა გექნება მთავარ პროკურატურაში, დაველოდოთ რა განცხადება გავრცელდება მთავარი პროკურატურის მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა კონსტანტინე გამსახურდიას, რომელიც გვერდთვებოდა მთავარი პროკურატურიდან. იქ შიმშილობა დაიწყეს კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა და